ქართული ოცნების ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს, ემუქრება თუ არა საფრთხე ბენეფიციართა შეღავათებს. Როგორც მიხეილ სარჯულაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, სოციალურად დაუცველთა ბაზაში დღემდე ფიქსირდებიან ადამიანები და ოჯახები, რომლებსაც სოციალური დახმარების აუცილებლობა აღარ აქვთ. მისი თქმით, ბაზაში სულ რეგისტრირებულია 400,000-მდე ოჯახი, რაც ჯამში დაახლოებით 1,300,000 ადამიანია. ქართული ოცნების ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათგან ნახევარზე მეტი ფულად შემწეობას არ იღებს, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის შეღავათებით სარგებლობს. სარჯულაძე ამტკიცებს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასთან შესაბამისობაში ვერ მოდის. აღსანიშნავია, რომ COVID პანდემიის შემდეგ მოქმედებდა ეგრეთ წოდებული მორატორიუმი და გარდა უიშვიათესი გამონაკლისებისა, პრაქტიკულად არ ხორციელდებოდა ოჯახების გადამოწმება. ამის გამო ბაზაში დღემდე ფიქსირდებიან ადამიანები და ოჯახები, რომელსაც საბედნიეროდ აღარ აქვთ სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების აუცილებლობა. ამავე მიზეზთა გამო არის სრულიად ანომალიური შემთხვევებიც, რომელთა რიცხვი არ არის სამწუხაროდ ცოტა. მაგალითად, ბაზაში დღეს რეგისტრირებულია და შემწეობას იღებს ოჯახი, რომელსაც ბოლო 3 თვეში მიღებული აქვს შემოსავალი ჯამში რამდენიმე 10,000 ლარი. ფაქტია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა შესაბამისობაში ვერ მოდიოდა იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან, რომელიც ქვეყანას ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში. სწორედ ამ მიზეზთა გამო იქმნებოდა ნიადაგი აღნიშნული რიცხვებით მანიპულირებისა და ყალბის შთაბეჭდილებების შესაქმნელად. დროა წერტილი დაესვას ასეთ პოლიტიკურ სპეკულაციებს და ამ მიზნით სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტო იწყებს ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიურ პროცესს. სარჯულაძის განცხადებით, მომდევნო თვეების განმავლობაში ოჯახები სამინისტროს მიერ განსაზღვრული პროგრამის მიხედვით გადამოწმდებიან. გადამოწმების წარმართვისთვის მომზადებულია ყველა საჭირო წინაპირობა და მომდევნო თვეების განმავლობაში გადამოწმდებიან ოჯახები სამინისტროს მიერ განსაზღვრული პროგრამის მიხედვით, რა დროსაც პრიორიტეტულად შემოწმდებიან ოჯახები, რომელთა შემთხვევაშიც სხვადასხვა ფაქტორების გამო მაღალია ალბათობა, რომ ისინი არ აკმაყოფილებენ იმ პირობებს, რომლის გამოც და რომლის შემთხვევაშიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მათ ეკუთვნით შემწეობა. მაგალითისთვის, ერთ-ერთ ასეთ საფუძვლად განისაზღვრება უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში 2,000 ლარიანი შემოსავლის მიღება ყოველთვიურად. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პროცესი იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას, ამდენად მინდა ყველას, ვისაც შეხება ექნება ამ პროცესთან, შესამოწმებელი ოჯახების წევრებიდან დაწყებული, თვით შემოწმებლებით დამთავრებული. თავი შეიკავონ ყოველგვარი სიყალბისაგან, რადგან პროცესი წარიმართება მკაცრი კონტროლით და ვერ იქნება დაშვებული ვერავითარი გადახრა მართლმსობიერების მოთხოვნიდან. სის გადახედვის საჭიროებაზე 18 თებერვალს პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. მან მაშინ თქვა, რომ COVID პანდემიის შემდეგ გამონაცემების სრულფასოვანი რევიზია არ განხორციელებულა, მაშინ როცა მისი მტკიცებით ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირებულია. ოპოზიციაში ოცნების ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას სიღარიბის მაჩვენებლის ხელოვნურად შელამაზების მცდელობას უწოდებენ. ასევე მათი ნაწილი ამბობს, რომ სარჯულაძის ინიციატივა რეალურად იმ სოციალური შეღავათების ჩამორთმევას ისახავს მიზნად, რომელიც აქამდე წინა საარჩევნოდ არტ აქტივისტვის იყო ჩამორიგებული.